ღმერთების ქალაქში 2000 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი ხელოვნების ნიმუში, შექმნილი დიდი ქართველი მოქანდაკის მიერ, რომელიც ძველ ბერძენთა უკვდავ ნამუშევრებთან ერთად საუკუნეებს გაუძლებს. ეს სიტყვები წარმოსთქვა ცნობილმა ბერძენმა არქიტექტორმა ივანეს სეფერდისიმ, ბატონ გიორგი შვაცაბაიას ნამუშევრის მშვიდობის ჭირაღდნის შეფასებისას. დრო ისევ როგორც ქვა, დროც ინახავს ამბავს, ინახავს ადამიანის სულის კვალს. ზოგიერთი კვალი კი იმდენად ღრმა, იმდენად მარადიული, რომ საუკუნეებს უძლებს და ჩვენამდე მოდის ბრინჯაოს სიცივით, მარმარილოს სითბოთი. ამბავი, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, გიორგი შვაცაბაიაზე, მოქანდაკეზე, რომელმაც ქვის უხმო მასალას ენა ასწავლა, ენა, რომელიც საუბრობს სამშობლოზე, მშვიდობაზე, ადამიანის ძლიერებასა და სილამაზეზე. ბატონი გიორგი დაიბადა თბილისში, ქალაქში, რომელიც თავად არის ქვის, ისტორიისა და ლეგენდების შერწყმა. ადრეული ნაბიჯები მან იმ სივრცეში გადადგა, სადაც გენიოსები იბადებოდნენ. სამხატვრო აკადემიის კედლებში ნიკოლოზ კანდელაკის, გიორგი ოჩიაურის ხელმძღვანელობით. იგი გახდა ეგრეთ წოდებული სამოციანელების თაობის ღირსეული წარმომადგენელი. თაობის, რომელმაც ქართული ხელოვნება ახალი სიცოცხლითა და სუნთქვით აავსო. ჯერ კიდევ 70-იან წლებში მისმა ნამუშევარმა ქალიშიშველმა ფიგურამ ახალგაზრდობა, საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ეს იყო ქანდაკება, რომელიც არა მხოლოდ ფორმის სრულყოფილებით, არამედ სიცოცხლის, ენერგიითა და უდიდესი შინაგანი თავისუფლებით საუბრობდა. ნამუშევარი ტრეტიაკოვის გალერიამ შეიძინა. მოქანდაკეს კი გზა გაუხსნა მსოფლიო ასპარესზე. გავიდა წლები და ნიშა მესხის ძეგლს ვაკეთე. მეგობრები ვართ და რაღაცა მართლა მეგობრები. ნიშამ მამას საპატიცემი გაარქვა პამპერა თავის, ანუ ავაზა თავის სკოლას. იქნა განაახლეს სკოლა და იქ მინდა რომ ნიშა მესხი დავდგა. აი იქ არის ნიშა მესხის თეთრი. ეხლა ორი ამბავი ფანტასტიკის დონეზეა. რატო ეხლა გეტყვი? ნიშა აშენებს თავის სახლს დიღომში და ქეიფობა. იმას შევა შამპანიოლის ყიდვა 12 ბოთლი შედის, ყუთში. ერთს ყოველთვის დაუტოვებდა გამყიდვას. მე 12 არ მინდა, 11 ნომერია. სვამენ შამპანიოს, იმის მოწმეები არ არის, ცოცხალი არ არის, მაგრამ აშენებულია უკვე აუზი ბეტონში ჩასმული 12-16-ზე. ნიშა კაი ხასიათზე რაღაცა სხვანაირად უყურებდა, მე და ჭინჭილებითაც მე დაგანიზავია. ვითამაშო ხალხია. როგორ წავალი? დიდი გრძელი ლაჯები მაქვს ამ პატარა სივრცეში ვერ მოიგებ. ჩავედი. მოვიდე კადეჩნა. გასაკვირია. ამოვიდე ის ჭინჭილა ეხლაც მაქვს. მოვიდე ჭინჭილა. მაგრამ მეორე ამბავი ეს რაღაცა მეგობრულ შარში. მეორე ამბავი უფრო აი ერთი მეშოკილო დგას ვაკეში და ქვია მუსკალიშვილის ძეგლი. აი ესეთი ბაზალტში. აი იმის მარცხნივ
არის სახლი, დიდი სახლი, სადაც ცხოვრობდა მხატვრები, სადაც ცხოვრობდა ნოდარ გუმბაზე, ზევით ზედა სართულზე, საცურველი ფირცხალავა გიგლა იქიდან გადმოხდა თავი მოიგო. მაგრამ იმის უკან ელდარ შენგელაია. მაგრამ ამ სახლში ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო სტურია. ლობიკოს ბიძაშვილი. ის ის მართლა გენიოსი ყველა მიცის. გეოლოგი, მათემატიკა, ყველაფერი. ვანიკო სტურია მეხუთე სართულზე. მაგის ქვეშ მეოთხეზე ცხოვრობდა ორგზის სოფიო ჩემპიონი ხალხურ კიდეულებში. ვახტანგ ბაუზი, რომელიც იმ პერიოდში ყოველდღე უტყავდა არანაკლებად ვიდრე კოლექტივი. ერთხელაც ვანიკოსთან ვარ, ახალი ნაკიდია თამარა დეიდას. ხალიჩა დაფენილი, ვანდლარი და შემოაყარე მობამბალებს. თავის სახლი გონია. შეეშალა ის. შემოვიდა საკუთარ მიცხრობს. მოდი ჩემთან ხარ მოსულ. გადამფოცნა. გამე ხოლმე მიჭიდაოთ. ხოლმე ეს არის მართლა რაღაცა გამიჭიდა. ეს ხოლმე წავაქცია. სოფიო ჩემპიონი ავს წარსებული. ესე ამასთან ხომ მოვიგე და ესეთი უცნაურობები გონდა ბიოგრაფიაში კიდევ მეტი და მეტი დიდი ეცი როგორი ცილია ვია სახელწოდება ვიცი ეს ბედი და შეცდომები ხოლმე როდესაც დამპატიჟეთ 90 წლის თავზე 5 იანვარს უწმინდესი და ინტერესის იქ მოვიდი მე და ისწავლები ია მუხრანი მოვიდი შორენა მოგეთი მარჯვენა ხელი და ფეხი და ყველაფერი გამოაცხადა რომ სიტყვა აქვს ჩვენს და მოვიქრიდე იგივე დავამართა რაც ოლიმპიაში მე მივიღო და აი მას ვამბობ მე სერციქს რომელსაც ვქია ბედი და შეცდომა მიმაჩნია ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ქართველობის არის როცა ტოპონიმი აფხაზეთი ვაჩუქეთ აფსურებს არავითარი აფხაზური ენა ბუნებაში არ არსებობს. ისევე როგორც კახური ენა არ არსებობს და გურული ენა, რა უბედურება. ეს არის აფსურების ენა. მე ვარ ძველი აფხაზი. მე პირადად. იქ თამანების დროს ციგნებში არის. აფხაზი სალოცავი იყო. მთელი საქართველოსთვის იცი პოეზიიდან გოგიოჩევის ცოლი დედა მათელა პალიაური აი კახოსოვი და იჟდა ფელდს უბრალოდ მარკი ტელევიზორ ხოლმე მე მივედი ერთ გოგიშთან ამან იგზნო გოგიშა წამოდგა ჩემი აფხაზ მოვიდა ცხენი სადაბ მაშავილებს მანქანას აი ესეთი აფხაზისტია თუმცა მისი შემოქმედების მთავარი მწვერვალი ქვაში დატყვევებული უნივერსალური იდეა მაინც მშვიდობის ჩირაღდანია ოლიმპია წმინდა მიწაზე საბერძნეთში სწორედ აქ პრაქსიტელეს ჰერმესის სიახლოვეს აღიმართა ქართველი მოქანდაკის 4 მეტრიანი ფრთოსანი ქალი
ეს არ არის უბრალო ძეგლი, ეს არის მანიფესტი, ბრინჯაოში ჩამოსხმული მოწოდება კაცობრიობისადმი, მშვიდობის, თავისუფლებისა და მეგობრობისკენ. ეს არის ხიდი, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთის უძველეს კულტურებს აერთიანებს და სადაც ბერძენმა პრეზიდენტმა მოქანდაკეს ქართულ-ბერძნული მეგობრობის დესპანი უწოდა. გიორგი შვაცაბაიას სახლში, ეს არის სახლი კი არა, ეს არის მუზეუმი, ეს არ არის სახელოსნო, ეს არის ღია და დახურული სივრცე, სადაც გოგას ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილია გამოფენილი. ეს არის საოცარი შემოქმედი, ძალიან დიდი შემოქმედი და ამას ჩემი დასტური არ ჭირდება, ეს თელმა საქართველოს მიცის და არა მარტო საქართველოს. გოგა არის მრავალმხრივი სკულპტორი, უამრავ თემას შეხებია თავისი ხანგრძლივი შემოქმედების განმავლობაში და ამ შემოქმედებაში შემიძლია თამამად თქვა, რომ განსაკუთრებული ადგილი უკავია სპორტს. ბევრ ადამიანთან მეგობრობდა, ვინც იქ არის ნამყოფი, რა თქმა უნდა, გაეცნობოდა არაერთ ნამუშევარს, რომელიც სპორტთან არის დაკავშირებული და არაერთი ქანდაკება საქართველოს არაერთ ქალაქში და მათ შორის თბილისშიც არის აღმართული სპორტთან დაკავშირებული. აი მაგალითად მიშამესთან ძალიან ახლო მეგობრობა ჰქონდა და იმ თაობის არაერთ ფეხბურთელთან და სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებთან და ეს არ არის შემთხვევითი ბატონი გიორგის მამა, ასევე გიორგი შვაცაბაია იყო ცნობილი მძლეოსანი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და რეკორდსმენი სპრინტში და მეორე დიდი მეცნიერი და აკადემიკოსი და როგორც ჩანს იქიდან მოდის ეს განსაკუთრებული მეგობრობა და ურთიერთობა სპორტულ სამყაროსთან და აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ოლიმპიურ კომიტეტთან და ამას აქვს თავისი საფუძველი 1992 წელს ბარსელონის ოლიმპიადის წინა დღეებში, როცა ოლიმპიაში საბერძნეთში იმ ადგილას, საიდანაც დაიწყო ეს დიდი ოლიმპიური მოძრაობა და ეს მოხდა დაახლოებით 3000 წლის წინ, აი ამ ქალაქში ოლიმპიაში აღიმართა სწორედ გიორგი შვაცაბაიას ქანდაკება მშვიდობის ჩირაღდანი, რაც რა თქმა უნდა არა მარტო გიორგი შვაცაბაიასა, ჩვენი კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ესე იგი საბერძნეთში, ფიდიასის, მირონის და სხვა დიდი მოქანდაკეების ქვეყანაში აღიმართა ქართველი სკულპტორის ქანდაკება. ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, სხვა შორის მე როგორც ვიცი კიდე ერთი თუ ორი ქანდაკება ასევე სხვა ქალაქშია საბერძნეთში დადგმული გიორგის მიერ შესრულებული, მაგრამ რა თქმა უნდა განსაკუთრებულია ქანდაკება, რომელიც ოლიმპიაშია აღმართული და ჩვენ სხვა შორის ოლიმპიურ კომიტეტში რამდენიმე წლის წინ, როცა 30 წელი შესრულდა აი ამ ქანდაკების აღმართვიდან, აქ ჰქონდა დიდი ღონისძიება, რომელსაც სხვებთან ერთად ესწრებოდნენ საბერძნეთის საელჩოს წარმომადგენლები, იყო ფოტოგამოფენა, რა თქმა უნდა, გავიხსენეთ ეს ძველი და მნიშვნელოვანი ამბები და ეხლა მოდის ახალი თარიღი, რომელიც უკავშირდება უკვე მომავალი წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც იტალიაში, მილანში და კორტინაში უნდა გაიმართოს და ოლიმპიური ცეცხლის დამტების ცერემონიალი შედგება 26 ნოემბერს და სწორედ ამ დღეს ესეა გადაწყვეტილი და იმედი არაფერი არ შეიცვლება. გიორგი შვაცაბაიას გადაეცემა ანტიკური ოლიმპიის, ესე ქვია ამ ქალაქს ოფიციალურად, ანტიკური ოლიმპიის საპატიო მოქალაქის წოდება. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავია და ჩვენ ყველანი ველოდებით აი ამ მომენტს, როცა ეს ცერემონია შედგება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ემთხვევა სწორედ ოლიმპიური ცეცხლის დამტების ცერემონიას და ეს ორი ამბავი ასე არის დაკავშირებული ერთმანეთთან. არსებობს ადგილები, სადაც დრო ჩერდება,
ადგილები, სადაც ყოველი ქანდაკება წარსულს ჩურჩულებს. ასეთია ოლიმპია. ადგილი, სადაც სპორტი, ხელოვნება და მშვიდობა 1000 წლეულების წინ დაიბადა და აი საუკუნის შემდეგ ამ წმინდა მიწას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა საქართველო. არა მხოლოდ ოლიმპიური სულისკვეთებით, არამედ ქვითა და ბრინჯაოთი. მინდა ჩვენ უფროს მეგობრებს მიულოცოთ საპატიო მოქალაქეობა ოლიმპიის ესეთი ქალაქია საბერძნეთში, სადაც აღმართა მშვიდობის ჩირაღდანი. ეს მოხდა 1992 წელს, როდესაც მინდა აღნიშნო, რომ მეც გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი ბარსელონაში და სწორედ გიორგი შვაცაბაია იყო იმ წლის გმირი და რა თქმა უნდა აღინიშნა და თვითონ მთავრობამ ქალაქმა პატივი მიაგო და მიანიჭა საპატიო მოქალაქეობა. ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი გიორგის ვაცლი, თქვენ იცით რომ ყველა ორგანიზება ჩვენთან ესწრება. ძალიან ბევრი ქანდაკება აქვს ჩვენ სპორტსმენებზე გაკეთებული და ალბათ მინდა აღნიშნო რომ ჩემი ქანდაკებასაც მუშაობს და დასასრულს უახლოვდება, აი როდესაც უკვე დაასრულებს ამ სამუშაოს და ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ოლიმპიური კომიტეტისთვის, რამე თუ თქვენ იცით რომ საქართველოსთან პირველი წარმოადგენი ერთ-ერთი შეიძლება ითქვას ერთადერთი შეიძლება ესე ითქვას, რომელმაც აღმართა მშვიდობის ჩირაღდანი და ეს არის სწორედ რომ ოლიმპიური მოძრაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ოლიმპიური კომიტეტი ამაყობს რომ აქვს ესეთი პიროვნება გიორგი შვაცაბაია და მე მინდა მიულოცო ეს დიდი აღიარება საპატიო მოქალაქეობა ოლიმპის და მნიშვნელოვანია რომ შემდგომშიც რა თქმა უნდა ჩვენ ამ ორგანიზებას დავესწრებით, ერთად ვიქნებით გიორგი შვაცაბაიასთან ერთად და სწორედ რომ ეს ოლიმპიური მოძრაობის მთლიანად წარმომადგენლები იქნებიან და ჩვენ წარჩინებით საქართველოს როგორც ერთ-ერთი წამყვანი იმ დღეს. და ისევ დადგა საგანგებო დღე, როდესაც საბერძნეთის სახელმწიფო მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად, რომელიც ოლიმპია მისი ქმნილების მიმართ იქცნო, ბატონ გიორგი შვაცაბაიას 2025 წლის 26 ნოემბერს ოლიმპიის საპატიო მოქალაქის მედლით დააჯილდოვებს. ეს ჯილდო არ არის მხოლოდ მედალი, ეს არის ქვის ბეჭედი. დასტური იმისა, რომ ხელოვნების ხედვა, ოსტატობა და უნივერსალური იდეა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია გადალახოს საზღვრები, დრო, ეროვნება. ეს არის ოლიმპიის აღიარება, რომ ქართველი მოქანდაკე, რომელიც მათ მიწას მშვიდობის ჩირაღდანს უზიარებს, უკვე მათი ოჯახის ნაწილია. ბატონი გიორგი შვაცაბაია გახლავთ ჩვენი ძალიან ცნობილი, შესანიშნავი მოქანდაკე, ხატვარი, ძალიან დამსახურებული პიროვნება და ძალიან დაფასებული პიროვნება, ასევე ის გახლავთ მოგეხსენებათ საქართველოს სახალხო მხატვარია, რუსთაველის პრემიის, საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე და მრავალი სხვა. მასთან მე დიდი ხანია წლების მეგობრობა მაკავშირებს. განსაკუთრებით ჩვენ ერთმანეთთან დავახლოვდით მაშინ, როდესაც ერთად ვიმყოფებოდით 1992 წელს საბერძნეთში, ოლიმპიაში. იქ 5 ივნისს, როდესაც ოლიმპიადის ჩირაღდანი დაენთო ბარსელონაში, აი იმავე დღეს, იმავე დროს ქალაქ ოლიმპიაში გაიხსნა ბატონი გიორგის შესანიშნავი ქანდაკება, მშვიდობის ჩირაღდანი უნიკალურ ადგილას. ესე იგი, იქვე ახლოს მახსოვს იყო უდიდესი ბერძენი მოქანდაკის პრაქსიტელეს ჰერმესი ცნობილი. აი ეს ქანდაკება დგას იქვე და რამდენიმე არ ვიცი რაღაც ასეული მეტრები აშორებს ალბათ, სადაც დგას აი ეს ბატონი გოგის შესანიშნავი
ქანდაკება ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან დიდი მოვლენა ჩვენში ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი 92 წელი წარმოიდგინეთ რა ხდება საქართველოში აი ამ პერიოდში მაგრამ ეს მაინც მოხერხდა აქედან იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია და ეს ასე ვთქვათ ნამდვილად ისტორიული ფაქტი შედგა ქართველი მოქანდაკის ძეგლი ოლიმპიაში ну ესე იგი მე ხლა ვიცი და უკვე ვემზადები იმისათვის რომ უახლოეს მომავალში ბატონ გიორგი გახდება ოლიმპიის ქალაქის საპატიო მოქალაქე ესე შესანიშნავი ამბავია მართლაც ისტორიული ამბავი და მე მას წინასწარ მინდა თელი გულითა და სულით მიულოცო ეს უაღრესად დიდი წარმატება მისი შემოქმედებისა და მისი პიროვნების დაფასება ზაზეც ასიხარულოა რომ მიღწეული იქნა შეთანხმება საბერძნეთის ძველი ოლიმპიის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მიმდინარე წლის ნოემბერში მოხდება ცნობილი ქართველი მოქანდაკის გიორგი შვაცაბაიას დაჯილდოვება, სადაც მას მიენიჭება ძველი ოლიმპიის საპატიო მოქალაქის წოდება. აღსანიშნავია, რომ ბატონმა გიორგი შვაცაბაიამ მის მიერ შექმნილი ქანდაკება მშვიდობის შირაღდანი საჩუქრად გადასცა ძველი ოლიმპიის მუნიციპალიტეტს ქართველი და ბერძენი ხალხის მეგობრობის ნიშნად. ასევე ხაზგასმით მინდა აუღნიშნო, რომ ქართველი მოქანდაკის დაჯილდოვება ბერძნული მხარის მიერ გახლავთ ორი ქვეყნის მრავალწლიანი მჭიდრო მეგობრობის დასტური და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობის და მეგობრობის გაძლიერებას საქართველოსა და საბერძნეთს შორის. ასევე ვიტყოდი აღსანიშნავია, რომ ქართველი მოქანდაკისთვის საპატიო წოდების მინიჭება მოხდება საზეიმო ვითარებაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციაც დაესწრება. აქვე მსურს საქართველოს საელჩოს სახელით ბატონ გიორგი შვაცაბაიას წინასწარ მიულოცო ამ საპატიო ჯილდოს მიღება. ბატონი გიორგი შვაცაბაიას დაჯილდოვება დიდი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობებისთვის, განსაკუთრებით კულტურისა და სპორტის სფეროში. ქანდაკების აღმართა ოლიმპიაში და დაჯილდოვება არის საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ოლიმპიური მოძრაობისა და კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გაცხადება და აღიარება. ქანდაკება მშვიდობის ჭირაღდანი სიმბოლურად აკავშირებს ქართულ და ბერძნულ კულტურებს. მოქანდაკე გიორგი შვაცაბაია კი ბერძნულმა მედიამ ბერძენ და ქართველ ხალხთა შორის მეგობრობის დესპანად გამოაცხადა.